თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა. საქმე კი არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის მტკიცებით არსებობს ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა დაცვის მხარე. ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო და საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად არ გადასცემოდა. ამასთან ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ქრთამის შეთავაზების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და დაპირება, რაც მან გასცა, გულისხმობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაღებას. მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც მოითხოვა შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა ზოდელავას მიმართ მის ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო. დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და ოპოზიციას მიმართა. ან აზრზე მოყავთ, ან უკვე ბიძინა ივანიშვილი გასულია ბოლოში ამ ქვეყანას დახურავენ ბოლომდე ჩალით და მერე იზამეთ ეთერებიც აღარ იქნება, ტელევიზიებიც აღარ იქნება, ვეღარ გამოკრატულები დასწრებით ვერ ეთერებს და ვეღარ ციგერკელავები. ამიტომ ერთმანეთს მოусმინეთ, ხელით ჩაკიდეთ და ვისაც რა არის გამოსავალი, არ არის ერთიანი აქცია გამოსავალი. გამოსავალი არის ქვეყნისთვის აბა დაორგანიზდით და თვითონ აციფრე შევიგებთ და არ დავუშვებით და გავაპროტესტებთ ამ რეჟიმს და 50000 მაგას არის აღმასოს არ შეეშინდეთ და უბრალოდ მოიწონთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. და თუ ამას არ აკეთებთ, უნდა გესმოდეთ, რომ ჩემს სასამართლოებზე ცივი, მე ერთმანეთის სასამართლოებზე დაიწყეთ სიაო, მე თქვენი შვილების სასამართლოებზე დედების, მამების და საბოლოო ჯამში მე სასამართლომდე წვერ მოყავთ, იმიტომ რომ ამ აკალობასაც დახურავენ და დღეს 50 ამდენი წელი დაჟინოთ. არხტაკერში გამოვიდა ბუტაფორია, მოგონილი ვიღაცა ეგრესოდებული პოლიტიკოსები და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელშია საქართველოს ბედი. ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე სუსმა 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში დააკავა. მას უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავებიან. მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნითსა და გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.